ეხლა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც თერგდალეულთა ასპარეზზე გამოსვლისთანავე იჩენს თავს. ეს არის ძალიან ცნობილი თემა, მამათა და შვილთა თაობა კი არა, თაობა, დაპირისპირება უნდა დამეწერა, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, უფრო ესეთ ხატოვანი სახელიც გვია, ხატოვანი ოღონდ ცოტა შემაშინებელი, თაობათა ომის სახელი, თაობათა ბრძოლის სახელი. სწორად, რომელიც დაიწყო 1860-იანი წლების დასაწყისშივე და ამის მიზეზი გახდა ფორმალურად ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ჟურნალისტის კარში არსებობდა ჯერ კიდევ თერგდალეულთა ცალკე გაზეთი, ჟურნალი, ამიტომ ამ ჟურნალში აქვეყნებდნენ ინტენსიურად ახალგაზრდა წარმომადგენლები 60-იანი წლებისა თავიანთ მოსაზრებებს, თავიანთ ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც და კრიტიკულ წერილებსაც გამოაქვეყნა სტატია, კრიტიკული სტატია, ესეთი სათაურით ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძის ერისთავის კოზლოვისაგან შეშლის თარგმანზე და უფრო მოკლედ რო ვთქვა, რევაზ შალვას-ძე ერისთავმა თარგმნა რუსი მწერლის კოზლოვის შეშლილი, პოემა შეშლილი და ილია ამ თარგმანს გამოეხმაურა ძალიან მკაცრად კრიტიკული წერილით. ჩვენ რაღაცა ფრაგმენტებს ალბათ წავიკითხავთ ძალიან ცოტას, იმიტომ რომ ეს თქვენ გთხოვოთ და გარკვეულწილად დავალებადაც მოგცეთ. რა უნდოდა ილიას, რას უწუნებდა ამ თარგმანს? ორ რამეს. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს დასაბამად, ხო, ამ დაპირისპირების ეს კრიტიკული წერილი. ილია ერთი პირველი, რასაც ამბობდა ის, რომ ქართული ლიტერატურა საკმაოდ ღარიბია ჯერ კიდევ, როგორც ორიგინალური ნაწარმოებებით, ასევე თარგმანებით და ძალიან ცუდია, ძალიან არასწორია, არამისასალმებელია, როდესაც ადამიანი იღებს სათარგმნელად ისეთ ნაწარმოებს, როგორიც არის, ისეთ მწერალს, როგორიც არის კოზლოვი და მით უმეტეს მის ნაწარმოებს, როგორიც არის შეშლილი. იმიტომ რომ ილია ამბობდა, რომ ამ ნაწარმოებს არ აქვს არავითარი იდეა, რამე გამოკვეთილი იდეური დატვირთვა, მისი წაკითხვით, მისი თარგმნით, სწორად ქართულად არ მდიდრდება ქართული ლიტერატურა. ამიტომაც როდესაც ღარიბი ჯერ კიდევ ლიტერატურის მქონე წერლობის მქონე ქვეყანაში ხდება რაღაც ის შერჩევა სათარგმნელად, ის გარკვეული მიზნით უნდა შეირჩეს, რაღაცნაირად უნდა შეესაბამებოდეს ხალხის ინტერესს, მის ტკივილს თუნდაც, უნდა გარკვეულ დამოკიდებულებას უქმნიდეს, ღირებულებას უნდა სთავაზობდეს. ჩვენ არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ნებისმიერი რამის თარგმნა შეგვიძლია. ასეთი ფუფუნების უფლება თავს შეიძლება მისცეს სხვა ხალხებმა, სადაც არ დგას ასე მტკივნეულად ეროვნული საკითხი, სოციალური საკითხი. ამიტომ ამ დროს და სადაც უკვე მდიდარია ეს, ძლიერია ეს თარგმნელობითი სკოლა, სადაც შეგიძლია თარგმნა უნიჭობაც და შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ შეამჩნიოს ან არ შეამჩნიოს და ამით დასრულდეს ყველაფერი. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ამიტომ ლიტერატურა უნდა ემსახუროს როგორც ორიგინალური, ისე ადგილობრივი ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე თარგმნილიც უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ პროგრესულ იდეას, აზრს და იდეა და აზრი პროგრესულია ჩვენ სინამდვილეში მაშინ, როდესაც ის ქართველი ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხება. აი არც ერთი ამ მოთხოვნათაგანი კოზლოვის შეშლილში არ შეიძლება ჩვენ ამოვიკითხოთ, ამიტომ ეს არის დროის ფუჭი კარგვა და არა გამდიდრება ქართული მწერლობისა, ლიტერატურისა, არამედ
აბსოლუტურად არაფრის შეძინება ამისთვის ქართველი ხალხისთვის. ეს არის ერთი მხარე ამ კრიტიკისა და თქვენ როგორ, მაგრამ მე არაფრით არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო ამ ფუძემდებლურ, ასე ვთქვათ, პრინციპულ დამოკიდებულებას და მეორე, რასაც ილია უწუნებს და საკმაოდ მკაცრადაც წარმოაჩენს, ეს არის თვითონ უნიჭობა. ის რასაც თარგმანი ქვია და რაც გამოვიდა ძალიან ცუდი თარგმანი. ანუ არ მოწონს სტილი, არ მოწონს რითმა, არ მოწონს აზრი, თუმცა როგორ უნდა მოწონდეს, მე ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს და ალბათ ვერც ვაიძულებ საკუთარ თავს რომ ეს ზეპირად მქონდეს ასე ვთქვათ დასწავლილი. მე რამდენიმე წაგიკითხავთ, ვთქვათ, ეს რომ წარმოდგენა შეგვექმნას თუ როგორ თარგმანზეა საუბარი. მაგალითისთვის შედევრები, ვთქვათ, დედავ ბუნებავ მშვენიერებით, შენ ყოველგან ხარ თავისუფლებით, თუ გინდ რომ იყოს საშიშროებით, მაინცა სუნთქავ ღვთაებრიობით. ეს რომ დიდებული ნაწარმოებიც ყოფილიყო კოზლოვის შეშლილი, არც ესეთ თარგმანით რამდენად შეიძლებოდა კითხველს მისი დიდებულება შეექცნო. მისი ღრმა იდეურობა გაესიგრძე განებია. ანუ ერთი უბედურება არის ის, რომ თვითონ ნაწარმოები ყოველგვარ რაღაც მნიშვნელოვან იდეას მოკლებულია. მეორე ის, რომ აი ესეთი ფორმით არის ის წარმოჩენილი კითხველამდე. უბრალოდ მიტანილი კითხველამდე. კიდევ რამდენიმე ესეთი შედევრი, აი კიდევ ერთი, მაგალითად ესე ყოველი სახელოვნება არც საიდუმლო აღსაარება, რომელსა ერთისა სულით, ყველასა მართავს ერთისა ძალით, ამა ქვეყნისა მშვენიერებას და აგრეთვეცა საშიშროებას, ზღვათა და ცათა ქვეყნიერებას, რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას. ვიკავებ ახლა თავს, რომ უფრო ხმამაღლა არ გამომივიდეს ჩემი, ვთქვათ, დამოკიდებულება, არ გამეცინოს, ალბათ თქვენ როცა წაიკითხავთ ამ კრიტიკულ წერილს, საკმაოდ ცუდ ხასიათზეც დადგებით, იმიტომ რომ ნახავთ რეალურად რას ეხება საქმე და მეორე, ალბათ ცოტა გამხიარულდებით, როცა ესეთ შედევრებს ამოიკითხავთ. აი კიდევ მაგალითად გასწი გაკურცხლე იმის ანბავი, შენ მომიტანე რომ სატრფო თავი, ჩემზე დრას ფიქრობს. ნუ აქ ილიას კომენტარია საინტერესო, აი ესეთი, სასაცილოა რომ რითმის ტრფიალების გამო კაცმას თქვას, სატრფოს თავი ჩემზე დრას ფიქრობსო. თავი იფიქრებდა თუ იფიქრებდა, ფეხები ხომ არა, რა თქმა უნდა მაგას როგორც ხედავ, თავად ერისთავი, ფეხებსაც კი აფიქრებინებდა, რომ რითმისთვის ყოფილიყო ეს საჭირო და ასე შემდეგ. ასე რომ ილია აყენებს ორ ვთქვათ მოთხოვნას ლიტერატურისადმი და ამ შემთხვევაში თარგმანისადმი. ერთი უნდა შეირჩეს ისეთი ნაწარმოებები, რომლის თარგმანსაც აზრი აქვს, რომელიც გაამდიდრებს ლიტერატურას და მეორე უნდა ითარგმნოს ისე, რომ კითხველმა გაიგოს რა წერია შიგნით, რა თქმა უნდა, ჯობია თარგმანი იყოს მაღალმხატვრულ დონეზე, მაგრამ თუ ყოველთვის ეს ვერ ხერხდება, აი ასეთი სტილით არ უნდა იწერებოდეს, ვთქვათ, გინდა ორიგინალური, გინდა ნათარგმნი ნაწარმოებები. მე არ ვიცი, ვთქვათ, რა შეიძლება დაეცვათ ერისთავი თანამოაზრეებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ კრიტიკულ წერილს მოყვა საკმაოდ შეპასუხება ილიასთან. მაგალითად, ну ხა არ მინდა გავაგრძელო, მე ამას უფრო მოგცემთ პრაქტიკული სემინარისათვის, რომ წავიკითხოთ ესეთი ნაწარმოებები, რომელიც ეხება პაიქრობას. ამ შემთხვევაში მამათა თაობა, რომელიც გვერდში დაუდგა ერისთავს, ილიას და მის ვთქვათ თანაგუნდელებს
რამდენიმე სერიოზულ ბრალდებას უყენებდნენ. თუ აი მაგალითად ბრალდება პირველი, რომ მათ ერთი ასეთი კრიტიკული ტონით გარკვეულწილად თარგმნელობით საქმიანობას ისინი ჩამოაცილებდნენ ბევრ ახალგაზრდას, რომელიც შეიძლება დამწყებია, მაგრამ მომავალში ვთქვათ, უფრო დახელოვნდებოდნენ თარგმანში. მეორე, ილია თავისი სტილით აუბრალოებს ენას, ყნის მას და არც მეტი არც ნაკლები ენის გარყვნაში იგულისხმება ის, რომ ვთქვათ, ხალხური მეტყველების ფორმები შემოაქვს და რომ სინამდვილეში ილიამ დაიწუნა ან ვერ ამოიცნო, ან ამოიცნო, მაგრამ მაინც დაიწუნა მაღალი სტილი, ლიტერატურული, აკადემიური სტილი, ან მაღალი სტილის რამდენიმე შედევრი ჩვენ უკვე წავიკითხეთ. სინამდვილეში რას ითხოვდა წერლობისაგან ახალი თაობა? ითხოვდა ენის ან წერლობის ხალხთან დაახლოებას, რომ თუ წერლობა უნდა იქცეს განმანთავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი იარაღად, წერლობის ენა უნდა ესმოდეს ხალხს და ის არ უნდა იყოს რაღაც ენა, ისეთი ენა, რომელსაც წაიკითხავს მხოლოდ გარკვეული ნაწილისა ზოგადოებისა, ვისაც თქვათ ამის უნარი, ცოდნა ან სურვილი ექნება. მეორე, უნდა მოხდეს ეს არქაიზმის ამოღება, ანუ არქაული ორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმებისგან ენის განთავისუფლება და გარკვეულწილად უარყოფილი უნდა იქნეს უკვე მოყირჭებული, დრომოჭმული მაღალი სტილი. აი ზუსტად ეს იწვევდა, ეს მოთხოვნები იწვევდა აღშფოთებას მამების თაობისა და ეს მოთხოვნები მათგან იქნა მიღებული, როგორც თითქოს ქართული ენის წინააღმდეგსვლა, გალაშქრება, რომელსაც თითქოს ის მიზანი ქონია, რომ ქართულ ლიტერატურას უნდა დაეკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა, ანუ როგორც ხელოვნებას და ის უნდა ქცეულიყო რაღაც საყვალპურო თემებზე სასაუბრო საშუალებად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში აბსოლუტურად სწორი იყო მიდგომა, რომელსაც თერდალეულები, ანუ შვილთა თაობა ენასთან დაკავშირებით აყენდებდნენ და პირველ რიგში მათი მიდგომის სისწორე სწორედ დრომ დაამტკიცა.